გვერდზე ღმერთისგან საოცარ ეს ერთგვარ ანტენაზე, იმიტომ რომ გინახიათ ხო ესეთი გობს რო ეძახიან ანტენა. ამ პრინციპით არის ეს სტრუქტურა შექმნილი, რომ დაიჭიროს ტალღები და გამოსახულება მოქცეს და ჩვენი ყურიც ისეთია ძვირფასნაო. უნდა მიიღოს ჟღერადობა, რომ შენ აღიქვა და მოახდინო შესაბამისი რეაგირება. ამიტომ ეს ერთგვარი ესე ვთქვათ სერია იქნება ამისი, იმიტომ რომ ერთად ძალიან ვრცელი მასალაა და ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ ვილაპარაკო. ამიტომ მე შეიძლება რომ ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი, უფრო შევამოკლოთ. ამიტომ რადგანაც იმაზე ვილაპარაკეთ, რომ როგორც სამუელ წინასწარმეტყველმა პატარა მუფალს უთხრა, რომ აქა ვარ შენი მონა და მსახური, გისმენ, ჩემი ბატონო. ვართ ესეთები გავხდით? უსმენთ უფალს. ჰალელუია. მინდა ასევე განვიხილოთ თვალებზე ძვირფასებო, ანუ რას ვუცქერით და რას ვკითხულობთ. და გთხოვთ რომ ილოცოთ, რომ მაქსიმალურად გასაგებად და აღსაქმელად და სამახსოვრებლად მოგვცეს ეს ყველაფერი უფალმა, იმიტომ რომ აქ ყველანი ვართ ჩართული ჩვენ. შემდეგ რა თქმა უნდა ენაზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს არის ის დაუკავებელი და ბოროტებით ნახსენები და გადმოცემული ჩვენთვის, რომელიც ყველა ჩვენთანაც გაგვაჩნია, იმიტომ რომ მის ხელშია ძვირფასებო, ენას ხელებიც აქვს. ენის ხელშია სიკვდილიც და სიცოცხლეც, კურთხევაც და წყეულებაც. და რაშიც გადიხარ, ყველაფერი არის იმ შენი ენის ბრალი, რომელიც უნდა დაიოკო და ისწავლო მისი მართვა. დღეს, ცოტათი ძალიან იშვიათი ქადაგებაა და მე ფაქტურად არც მომისმენია როგორც ესეთი. შეიძლება ვიღაცა სადღაც ქადაგებს კიდეც და ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ მინდა ცხვირზე ვილაპარაკო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო ჩვენს სხეულში, რის გარეშეც აბსოლუტურად შეუძლებელია ყველაფერი, ცხვირით აღვიქვამთ. ჯერ ძალიან მოკლედ შევეხები მის ფუნქციას, რა თქმა უნდა, ახლა აქ არ იქნება ბიოლოგიის გაკვეთილი, დეტალურად აღწერა მისი, მაგრამ მისი ცუნს აღვიქვამთ და ვამოწმებთ, რომ თუ გაფუჭებულია საჭმელი, იმას არ შევჭამთ. იმიტომ რომ პირველ რიგში ცხვირი ხვდება ამას. ცხვირი ასევე ერთგვარი ფილტრია ძვირფასებო, ის თავისი ლორწოვანი გარსით და ერთგვარი თმებით, ბუსუსებით წმენთ აერს, რომ ფილტრებში არ მოხდეს მტვერი და ნაგავი სიბინძურე. მისით ასევე ხვდებით იმას, აღვიქვამთ, რაც უხილავია, იმიტომ რომ აირი, ერთგვარი გაზი უხილავია, მაგრამ სულით შეიძლება გაიგო, იმიტომ რომ ის თუ მომწამლელია, ესე იგი ადამიანი ახდენს ძალიან სწრაფ რეაქციას. ცხვირი გვიცავს სხვადასხვაგვარი ბაქტერიებისგან, შესაბამისად უნდა დავიცვათ თავი, მარტო ცხვირის იმედზე არ უნდა დავრჩეთ, მაგრამ ხელი უნდა დავიბანოთ და ასე შემდეგ. ამას ასწავლიან ბავშვებს პატარაობიდანვე სკოლაში და პანდემიის დროს ყველგან იყო ესე ვთქვათ ამისი რეკლამა, რომ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. სიცივეში ცხვირი სწორედ ის ორგანოა ძვირფასებო, რომელიც მანამდე ცოტათი ათფობს ცივ ჰაერს, რომ ფილში ჩავიდეს თბილი ჰაერი, იმიტომ რომ შეიძლება გაცივდეს ადამიანი ამის გამო. ბევრი რამ შეიძლება ცხვირზე ამოიკითხო, შეგიძლია ეს გააკეთო. ცხვირი ასევე აძლევს შენს ხმას, როგორც რეზონატორი ტემბრს, იმიტომ რომ შენ რომ თქვათ დაიხშოთ ცხვირი ხო ხმა სულს, შენს ჟღერადობა სულს ხო ხმა მიეცემა და ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს რა. ასევე უნდა ვიცოდეთ ხო, იმიტომ რომ ღმერთი რასაც გვაძლევს, იმიტომ წერია რომ საოცრებით ვარ შექმნილი. ძალიან ბევრი ფუნქცია გააჩნია ამ ცხვირს. ასევე ძვირფასებო, ბევრი ცრურწმენაა ცხვირზე, ხო, არ ვიცი, ვისაც დალევა უყვარს, ისინი ამბობენ რომ მე მგონი ცხვირი ისე მეფხანება რომ დღეს დალევა მომიწევს და უხარიათ რომ უნდა ილოთაონ. ასევე ფული იცისო, შეიძლება ვისაც ფული უყვარს, ახლა აქ არ არიან ისეთი ხალხი, ვისაც ფული უყვარს მე მგონი. მაგრამ ზოგი ცხვირს აბრალებს, რომ რაღაც
ანუ ფული რო არ აქვს, მისი ცხვირის ბრალია თითქოს. ასევე თუ ცხვირი გეკავება, შეიძლება ვიღაც სტუმარი მოგივიდეს და ბევრი ცრუ რწმენა ძვირფასებო. არ ვიცი, ამისი მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მორწმუნეებს არ გვწამს და არ გვჯერავს, მაგრამ მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ცხვირმა ასევე იცის ზემოთ აწევა. თითქოს იგრიხება. ხო? ადამიანი გუშინ ჩვეულებრივი იყო, მაგრამ რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში და ცხვირი პირველია, ვინც ესე თქვა ამჟღავნებს ცვლილებას ადამიანის ცხოვრებაში. პატარა რაღაც ესეთი საამაყო თუ ემართება, ან რაღაცას ჩაიდენს ისეც. ამიტომ მე მინდა ილუსტრაციებით დავიწყო და ვნახოთ ეს ძვირფასებო თუ რამდენად არის რამდენად ჩვენ ვგავართ ესეთ პიროვნებას, თორე სხვაზე ადვილად შეგვიძლია რომ ვთქვათ. ისი აქვს აწეულიო ცხვირი, რომ წვიმაში შეიძლება პირში ჩაუვარდესო წყალი. ზოგს ისე რომ იმდენად რომ შეიძლება დაიხრჩოს კიდეც. ამიტომ უფალი გვასწავლის რომ გაუფრთხილდეთ ცხვირს. ცხვირი იწევა, როდესაც ადამიანი ძალიან იპრანჭება. და იცით, ადრე ესე იყო, რომ მხოლოდ თითქოს ქალები იპრანჭებოდნენ, მაგრამ ესეთი ცხოვრება დადგა, რომ კაცები ძალიან არათუ არც თუ ისე მცირე დროს ატარებენ სარკესთან და ცდებიან ცოტათი. არ ვიცი, რაღაცას აყვნენ ძვირფასებო, ამიტომ თუ იპრანჭება ადამიანი, იმასაც ეწევა ცხვირი ზემოთ. თუ რაღაცას მიაღწია, ცხვირი ეწევა ზემოთ, რაღაცის გამო იწევა ცხვირი და მე მინდა ახლა ყველამ ჩვენს ცხვირს მივხედოთ. ამენ? არა იმის ცხვირია მასეთი ახლა რო შენ თქვი პასტორო, არა ამის, არამედ უფალი ჩვენ გველაპარაკება. ამენ? იღარია ცხვირი რო გაქვს. კარგით. ჰალელუია. გაქვთ წაკითხული ესეთი სატირა არის ძვირფასებო გოგოლის ცხვირი. გაგიგონიათ? გაიღვიძებ ჩვენი ერთ დღეს ამბიძიამ და აღმოაჩინა რომ ცხვირი არ არის მის ადგილზე. გასმენთ? და ვის აქვს წაკითხული? აღარ გახსოვთ? პატარა ნაწარმოებია შეგიძლიათ გადახედოთ. და სად იყო ეს ცხვირი? წავიდა სასეირნოთ. სასეირნოთ რო გავიდა, ისე მოეწონა რომ ცოტათი სხვა იმაში შევიდა რა ამპლუაში. როგორც ჩინოვნიკი დასეირნობდა. და უფრო მეტად შეეცადა ავტორი ძვირფასებო ეჩვენებინა რა იცით? იმიტომ რომ შინაგანი შეიძლება ადამიანმა დამალოს, მაგრამ ეს უფრო ესე ვთქვათ ფასადური ის იყო გაქილიკება იყო იმ დროინდელი ეპოქის, რომ გარეგნულად შეიძლება ესე გამოიყურება ხალხი, მაგრამ შიგნით რა არის, როგორც იესომ თქვა, გახსოვთ? შეფერადებული ხართ, მაგრამ შიგნით როგორც მკვდარი ისე დრები ხართო. რა ხდება ჩვენ შიგნით, ჩვენ შინაგანში, ჩვენ სულიერში არის უმნიშვნელოვანესი ამისი გაგება და ცოდნა. ჰალელუია. უფალი კონკრეტულად გველაპარაკება ბიბლიაში და რამოდენიმე ადგილზე ძვირფასებო და მინდა ახლა წავიდეთ ფსალმუნებში, 115 ფსალმუნში. ეს ახალი ვერსიით არის, რა თქმა უნდა, რუსულ ბიბლიებში სხვა ადგილია. მეოთხე მეშვიდე მუხლები. ნახეთ რას ამბობს. მათი კერპებიო ვერცხლი და ოქროა ადამიანთა ხელით შექმნილი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ და ვერ ეხებიან ვერაფერს, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან და ასე შემდეგ. გესმით ძვირფასებო? უფალი საუბრობს ყველაფერზე. ამიტომ გადავწყვიტე რომ მელაპარაკა ყველაფერზე თითო
ესე ვთქვათ, თითო მსახურებაზე. როგორც გითხარით კიდე ერთხელ, გავიმეორებ, რომ წინა კვირას ყურებს შევეხე, დღეს ცოტათი ცხვირს შევეხებით, როგორც გამოგვივა ვნახოთ, თქვენი კურთხევით და ლოცვით ჩავამთავრებთ და მე მინდა უკვე თვალებზეც ვილაპარაკო, ენაზე ვილაპარაკო, ჩვენს ხელებზე როგორც ქმედების ინსტრუმენტზე თუ რას აკეთებს ჩვენი ხელი, რას უნდა აკეთებდეს და რას არა, ჩვენს ფეხზე თუ სად დადის, სად მიდის და ასე შემდეგ ზურფასებო და უფალი მოგვეხმარება. ამენ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვყავს ისეთი უფალი, რომელსაც თვალი აქვს და ხედავს. ამენ. ყური აქვს და ესმის, ცხვირი იყნოსავს და იცის რა ვითარებაა, სად რა ხდება. იმიტომ რომ როდესაც უახლოვდები სახლს, იქ თუ თევზი იწვება, მიხვდები, რომ თევზი იწვება. ამენ. ეგრეა? კიდე რაღაც კერძით მიხვდები, რომ ეს კერძი კეთდება. ეხლა განსაკუთრებით ვისაც აქვს ეს განვითარებული, ეს ორგანოები ის უფრო მიხვდება, რომ აქ ეს კერძი კეთდება. ხო? რა შეიძლება კიდე რომ მიხვდეს შორიდან? კარტოფილი თუ იწვება. ჰალელუია. ამენ. და ასე შემდეგ. ქება უფალს. ცოცხალი ღმერთი არ ერევა ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მან მისცა მას თავისუფალი არჩევნის უფლება. გესმენთ? ის არ ჩაერევა შენ ცხოვრებაში. არავის არ ათქმევინებს, რომ იმის ცხოვრებაში რო ჩაერიე, იმიტომ ყველა თანასწორ უფლებიანია ძვირფასებო. შენ წვეთ რა გააკეთო და რა არ გააკეთო. მაგრამ ესე ვთქვათ, ღმერთი არ ყოფს თავის საოცარ ცხვირს შენ ცხოვრებაში. გესმენთ? მაგრამ ეშმაკი ეცდება, რომ ჩაყოს თავისი ცხვირი შენ ცხოვრებაში. რელიგიის მეშვეობით, ტრადიციების მეშვეობით, ხალხი რა სიტყვის და ხალხის აზრის მეშვეობით, გესმენთ? აკულტიზმის მეშვეობით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამონებული არის ამის მეშვეობით, ამის ირგვლივ. ამიტომ ვის აძლევ უფლებას შენ ჩაყოს თავისი ცხვირი შენ ცხოვრებაში. ამიტომ რომ ვისაც აქვს ჩაყოფილი და ვინც არ უნდა იყოს ის. ეს არის შენი ნებართვით, იმიტომ შენ ხარ თავისუფალი არჩევნის მქონე. ამენ ძვირფასებო. ეშმაკმა ჩაყო ადამიანის ცხოვრებაში თავისი ცხვირი. მაგრამ მისცა ადამიანმა ამისი უფლება მას. იცი, ჩვენ ვერ აუკრძალავთ ვინმეს, რომ თავისი ცხვირით მოგვიახლოვდეს, ინტერესებით და ასე შემდეგ, მაგრამ შემოუშვებთ თუ არა, დავეთანხმებით თუ არა, დაუჯერებთ თუ არა, ეს უკვე არის ჩვენი გადასაწყვეტი ძვირფასებო. არ მისცე ეშმაკს ადგილი. ეფესელებში პავლე მოციქული გვეუბნება. გესმენთ? არ მისცე ეშმაკის ცხვირს ადგილი შენ ცხოვრებაში. შენ შეგიძლია არ მისცე. ჰალელუია. თუ ვინმე ცუდად გეპყრობა, სამაგიერო არ უნდა გადაუხადო. ამიტომ რომ მაშინ მოგიწევს მისნაირი მსჯავრი დაიტეხო და პეტრე მოციქული სწორედ ამაზე საუბრობს მთელი წერილის განმავლობაში ძვირფასებო. და მინდა პირველი პეტრეს 4:15 მუხლი გაჩვენოთ. რომ არცებ თქვენგანსო არ ევნოს, როგორც მკვლელს, ან ქურდს, ან ბოროტ მოქმედს, ან სხვის საქმეში ჩამრევს. ნახეთ? აქ დეტალია ძალიან საგულისხმო და გასათვალისწინებელი. სამაგიეროს გადახდა, ეს არის ერთგვარი პრეროგატივა ხორცის, ვიფასებო ჩვენი ცოდვილი ხორცის და ნატურის ბუნების. და პეტრე მოციქული გვეუბნება, რომ თუ შენ ცუდად მოგებხრნენ, ისინი აგებენ ამაზე პასუხს, მაგრამ თუ შენ გადაუხდი სამაგიეროს, შენაც ზუსტად ისეთვე მოგიწევს, რომ ევნო როგორც მკვლელი, როგორც ქურდი და როგორც ბოროტ მოქმედი. შეიძლება თქვა რა შუაშია ესენი და შემდეგ. ნახეთ რა წერია? სხვის საქმეში ჩამრევი. ზოგი თარგმანი აი ამ სიტყვას სხვის საქმეში ჩამრევი ამბობს სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი. გესმენთ? ამიტომ ჩვენი დღევანდელი სათაურიც შესაბამისი იქნება ძვირფასებო. არ ჩაერიო სხვის საქმეში. არ ჩაყო ცხვირი სხვის საქმეში.
ამენ. ნაწილი თარგმანი ამბობს, რომ არ ჩაერიო სხვის საქმეში, არ მიითვისო სხვისი რამე და ნაწილი არ ჩაყო შენი ცხვირი სხვის საქმეში. ამიტომ ამის ირგვლივ შევეცდებით დღეს, რომ ესე ვთქვათ, ვიტრიალოთ ძვირფასებო. ამენ. მე კიდე დაუბრუნდები სამაგიეროს გადახდაზე, აი ამ ჩამონათვალს, რომ შეიძლება რა შუაშია მკვლელი, ბოროტმოქმედი, ქურდი და რა შუაშია სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი. წუთისოფელი სავსეა ძვირფასებო მკვლელობებით. აი, არ გჭირდება სადმე წასვლა შორს, უბრალოდ ჩართე ინფორმაცია, აუცილებლად ვიღაცა მოკვდა. ანუ ვიღაცა მოკლეს. გასმეთ? დღეში რამოდენიმეჯერ საშინელებაა, ამიტომ აღარ უნდა უსმინო ამას. სულ ცუდი ამბავია. ამიტომ ქვია ბიბლიას და ახალ აღთქმას სახარება. თუ გინდა გასახარებელი ამბავი, ტელევიზორი არ ჩართო. ამენ? გინდა გასახარებელი ამბავი. ჩართე ბიბლია. ბიბლია გადაშალე. იქ სიხარულის მეტი არაფერი არ არის. ამენ? ამიტომ ნახეთ, სავსე ასევე ქურდობით, მკვლელობით, ბოროტმოქმედებით. და საიდან ხდება ეს ყველაფერი, იცით მეგობრებო? იწყება სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა რო არ იყოს, მოდი მუხს დაუბრუნდეთ. არ იქნება არც ქურდობა, არც მკვლელობა და არც ბოროტმოქმედება. ყოველი ეს ჩამონათვალი არის დაწყებული სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით. ამენ? რატო არის კონფლიქტები ეთნოსებს შორის? საიდან დაიწყო? სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით ძვირფასებო. ეს უკვე აღიარებულია, რომ თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირი. თითქოს ძმურად ცხოვრობდით, მაგრამ ჩაყო ამ იმპერიალისტმა, ოკუპანტმა ცხვირი და დღეს მტრები არიან. სომხები და აზერბაიჯანელები, ქართველები, აფხაზები, ოსები, გესმით? და კიდე ბევრი სხვა იქეთ. რომ არა მესამეს ცხვირი. ეს ორი ცხვირი მოაგვარებდა მშვენივრად საქმეს. და ფაქტობრივად არც არაფრისგან არის რაღაცები დაწყებული ძვირფასებო. გებულობთ. ამიტომ რომ არ მოხდეს ესეთი რაღაცები შენ ცხოვრებაში. შეიძლება შენ გამოიწვიო პრობლემა შენი ცხვირის ჩაყოფით. არ ჩააყოფინო არავის შენს ცხოვრებაში, შენს ოჯახში, შენ საქმიანობაში ცხვირი. ამენ? და მე გეტყვით აუცილებლად თუ რა შემთხვევაში არის უფლებამოსილება. იმიტომ რომ უფალი გვაფრთხილებს მეგობრებო, ვისაც არ ეხება. თუ ვისაც არ ეხება, იმან ეს არ უნდა გააკეთოს. მაგრამ არის ის, ვისაც ეხება. ეს არის ერთეულები ჩვენ ცხოვრებაში დაბადებიდან ყოველ ეტაპზე. ჰალელუია! ჩვენ ქრისტეს მიღებით ძვირფასებო მივატოვეთ ძველი ცხოვრება, მივატოვეთ ცოდვები, მივატოვეთ? მივატოვეთ და ვდგევართ სწორ გზაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სამთან რა საერთო გვაქვს. მაგრამ იცით, ამ სამს, ესე ვთქვათ, წარმოაჩენს, თითქოს და არ არის, მაგრამ სადღაც გაჩნდება რითი? სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით. ამენ? იგავებში წერია, მგონი მე-16 თავია, რომ სხვის საქმეში ჩამრევი, იცით ვის გავს? ძაღლი ყურებით რო დაიჭირო. შეგიძლია ნებისმიერ ძაღლი ყურებით დაიჭირო? მით უმეტეს ისეთი ორგანოა ძაღლისთვის ყური, იმ წამსვე გიქმნეს. ამენ? ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ძვირფასებო. ჰალელუია. იგავის 26:20. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ძვირფასებო არის ნაწილი ჭორიკნობის და იწვევს ცილის წამებასაც. შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება. სწორია? ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება. ამენ? შეშა არა, ცეცხლი არა. ამენ? ჭორიკანა არა,
დავაც არ არის. ადვილია? შეშა არის, ცეცხლი არის. შეშა არა, ცეცხლი არა. ჰალელუია. ამენ. არ არის ჭორიკანა? დავა აღარ არის. ვინ არის ჭორიკანა? მესამე ცხვირი. ამენ. ორი მშვენივრად გაარკვევს თავის საქმეს. შეიძლება გაიბუტონ, ბუტე უთხრან ერთმანეთს, რაღაც დრო გავიდეს, მაგრამ აუცილებლად შერიგდებიან. ლექსიც არის ესეთი, დედაჩემი მასწავლიდა, ბევრი ლექსი ახსოვდა და იცოდა. ბავშვები წაიჩხუბენო და მშობლები ჩაერიენ, ჩაყეს თავისი ცხვირი. გესმენთ? დააშორეს ისინი. და მერე ისე მოხდა, რომ ეს ბავშვები ისევ შერიგდნენ, ბავშვია. მაგრამ მათი დედები დარია და მარია გაბუტული არიან, რაღაც ესე მთავრდება. გახსოვთ? გესმენთ? ბავშვები თამაშობენ უკვე როგორც ერთი. მაგრამ იმის გამო რომ ჩაყეს ცხვირი, მიყვებათ ეს. ჰალელუია. ამიტომ მოიშორე ჭორიკანა, მოაშორე ეს ცხვირი. ამენ და აუცილებლად ჩაცხლება ეს დავა. იცი, ჭორიკნობა ენის მეშვეობით მოდის, ამაზე ენის გაკვეთილზე ვილაპარაკებ, მაგრამ მას ცხვირი ასწრებს. გესმენთ? ჯერ ცხვირი მიდის, იმიტომ რომ ენა უნდა გამოყო შიგარის და ცხვირი გამოსულია უკვე. და ძალიან გასაფრთხილებელია. ჰალელუია. დიდება მას. გაუფრთხილდი ასევე ცილის მწამებლის ცხვირს. მოდით ნახოთ 16:28. უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს. ცილის მწამებელი კი მეგობრებს აშორებს. თვითმფრინავ გინახიათ, გუშინ მეგობრები იყვნენ. ძმაკაცები, ხო? თუნდაც ბავშვობის და დღეს აღარ არიან. გაგიგონიათ, გინახიათ, შესწრები ხართ? იცით რატომ აღარ არიან? მესამე იყო იქ. ვიღაცამ ცხვირი ჩაყვა მეგობრობაში. არ ჩაეყოფინო შენს ურთიერთობაში ცხვირი არავის. შეიძლება გაბრაზდე, ღმერთი ხანდახან დაუშვებს, რომ რაღაც მოხდეს ერთმანეთში. ეს ნორმალურია. ეს მოგლესავს და გამოსწორდება ყველაფერი. მაგრამ ცილის მწამებელი მეგობარს აშორებს. ერთი ილუსტრაცია გვაქვს ჩვენ ცნობილი ძალიან. მოდით ნახოთ. კაცი რომელიც შენს წინაშე ჭორავს სხვას, სხვის წინაშე გაგჭორავს შენ. არ ვიცი გამოგიცდიათ თუ არა ეს. გამოგიცდიათ ძვირფასებო? ეს იმდენად სერიოზული აქსიომაა. გესმენთ? იმდენი რაღაცები მაქვს მოსმენილი. და მე იცით ახდა ეს ყველაფერი. ადამიანი მე თუ რაღაცას მელაპარაკება, აუცილებლად აქვს ნათქვამი უკვე სხვაგან. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ფრთხილად. თუ ვინმე შენთან ვიღაცაზე ლაპარაკობს, შენზე ნალაპარაკები აქვს უკვე. ამენ? ამიტომ გაუფრთხილდი ცხვირს. უთხარ შენს გვერდით ვინც არის და ხშირად მინდა რომ ეს უთხრა, ცხვირს გაუფრთხილდი. პეტრე მოციქული გვაფრთხილებს, რომ სხვის საქმეში ჩარევით, განვისჯებით, როგორც მკვლელი, როგორც ქურდი, როგორც ბოროტ მოქმედი, თუ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის არ დაუვალებია უფალს. გესმენთ? არის რაღაც, რასაც უფალი გვავალებს და ამას ღმერთის თვალში არ ეწოდება, რომ შენ სხვის საქმეში ყოფ ცხვირს, მაგრამ რასაც უფალი არ გავალებს და იმას მოჰკიდებ ხელს. ეს არის სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ამენ? ამენ ძვირფასებო. რაც და რისი უფლებას არ მოუნიჭებიათ თქვენთვის, როგორც პასუხისმგებლობა. ნახეთ, ოჯახი. შეიძლება ბავშვმა დღეს თქვას და როდესაც ნელ-ნელა იზრდება ბავშვი ოჯახში, მანამდე
ნუ შენ ყველაფერს უკეთებ. მერე უკვე იცით, მისი რეაქცია რას გეუბნება. ნუ ყოფ ჩემს ცხოვრებაში ცხვირს. თუ პატარებია თქვენი შვილები და ჯერ არ უთქვამთ, აუცილებლად მოხდება ეს. ამას გეტყვია. ხო, შეიძლება ზუსტად ესე არა, მაგრამ ნუ რეაქცია, პრეტენზია, პროტესტი. ეს რა არის, ის რა არის? როგორ იცინიან მოზარდები. ჰალელუია. ანუ, შენ რა იცი მამიკო? დედიკო, შენ რა იცი? შენ უკვე დაბერდი. მაგი თქვენს დროს იყო. ეხლა სხვა ცხოვრება, აი, გასწავლიან რა. შვილები მშობელს ასწავლიან ჭკუას. და პირველ რიგში რას? რომ არ ჩაყო ცხვირი ჩემს ცხოვრებაში. მე ვიცი. გესმენთ? მე ვიცი ეს. შენ არ იცი, მაგრამ მე ვიცი. ჰალელუია. გებულობ ძვირფასებო. ნუ, ალბათ თვითონაც გამოვლილი არიან ამ პრაქტიკაში. ეს ესეთია. მისი, ესე ვთქვათ, ესკალირება მიდის. ამიტომ მშობელი დელიგერებულია, პასუხისმგებელია. არა მხოლოდ ჩაყოს ცხვირი, გააკეთოს ყველაფერი, რაც არის საჭირო შვილისთვის. მაგრამ რაღაც დრომდე, ჩვენთან ეს გრძელდება. სიბერემდე. მერე აღარ უნდა ჩაყოს მშობელმა შვილის ცხოვრებაში ცხვირი. ხო? არის ასაკი, როდემდეც უნდა აკეთებდეს ამას ადამიანი. ჰალელუია. მასწავლებელი, მას აქვს უფლებამოსილება მოსწავლის ცხოვრებაში ჩაყოს, ესე ვთქვათ, ცხვირი, მე გადატანითი მნიშვნელობით ლაპარაკობ. გესმენთ? მას აქვს უფლება იმ პერიოდში, როდესაც მისი მოსწავლეა სკოლის დროს, ესე ვთქვათ, აკონტროლოს მოსწავლე. ამენ. ხელმძღვანელს აქვს უფლება და ეს არ არის შენ საქმეში ცხვირის ჩაყოფა, თუ გეტყვის რომ ამ დროს უნდა მოხვიდე, რატო არ მოდიხარ, რატო აგვიანებ, იცოდე პრემიას ვერ მიიღებ და იცოდე გაუფრთხილებლად თუ გააგრძელებ, სამსახურს დაკარგავ და ასე შემდეგ. შეიძლება თქვა ერთი სიტყვით, ცხვირს ყოფს ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ესე არ არის ძვირფასებო. ამენ. და ასევე ეკლესიაში ლიდერს ღმერთისგან აქვს მიცემული ძალაუფლება, პასუხისმგებლობა, დელეგირება შეამოწმოს შენ ცხოვრება. თუ შენ თვლი თავს ამ ეკლესიის ნაწილად, ხარ ამ ეკლესიის ნაწილი. მაშინ ეს ცხვირის ჩაყოფა არ არის ძვირფასო. გესმენთ? ამიტომ მინდა რომ აქ დავლაგდეთ. შენ თუ არ ხარ უფლებამოსილი, თქვათ, ნუ ეს იქნება რაღაც გუნდი, საოჯახო ჯგუფი, რაღაც ესა რა ქვია, კავშირი. შენ თუ ჩვეულებრივი წევრი ხარ, მაშინ არ გაქვს უფლება ცხვირი ჩაყოს ხვის ცხოვრებაში. ამენ? მაგრამ თუ ვინმე ლიდერია, როგორც პასუხისმგებელი, მას აბსოლუტური უფლება აქვს. ჰალელუია. ჩვენ ვართ უფლებამოსილი და პასუხისმგებელი, თუ ღმერთმა დაგვაკისრა, თუ ჩვენ დავთანხმდით ამას. ძალიან ხშირად მომისმენია, ვიღაცას თვით უშვერს ადამიანი და ის ჩვეულებრივია. მე რა რომ ასაკით დიდია. გესმენთ? ჩვენ უნდა დავაფასოთ ასაკი, ჩვენ უნდა დავაფასოთ ჭაღარა. ჰალელუია. ნუ იღებავთ ჭაღარას, თორე არ დაგაფასებენ. ხო იცით, დასავლეთში კაცებიც იღებავენ თმას. სულ მინდა შევეკითხო კაცებს, რომ თმას რატო იღებავენ. გამო უყურებ, კარგი მსახურია, მაგრამ თმები აქვს ჩემზე შავი კაცო. შეხებილი აქვს თურმე. ჰალელუია. მაგრამ იცით, ასაკოვნებსო ტიმოთეს ასწავლის პავლე. ისე არ მიეპრო, როგორც პატარებს ან შენზე უმცროსებს, ან თანატოლებსო. გესმენთ? ყველას უნდა კონდეს იმისი ზრდილობა და კულტურა, ვის როგორ მიმართოს. მაგრამ პასუხისმგებელი არის ლიდერი, იმისი რომ ის ყავდეს, ესე ვთქვათ, შემოწმების ეპიცენტრში. 1 პეტრე 2:25. გზაბნეული ცხრებივით იყავითო, მაგრამ ახლა დაუბრუნდით წყემსსა და თქვენს სულთა
ზედამხედველს. ლიდერი ცხვირს ყოფს ჩემს ცხოვრებაში. პასტორი ცხვირს ყოფს ჩემს ცხოვრებაში. უფლება უფალმა მისცა ძვირფასებო, რომ ის ზედამხედველი იყოს შენი ცხოვრების. გვახსოვს ხო? რა წერია? არ უნდა იკვნესოს შენმა ლიდერმა შენი საქციელის გამო. ანგარიშვალდებული თუ არა ხარ. ბიბლიაში წერია, არ ვიცი ახლა კვნესა როგორ წარმოგიდგენია. ბები ავად რომ არის და კვნესის. ბები. გიკნესიათ? ზოგჯერ ბავშვმა იცის მაღალი სიცხე რო აქვს, დიდი ადამიანი კვნესის. გესმით? ღმერთმა მისცა უფლებამოსილება, რომ იყოს ზედამხედველი. ამენ ძვირფასებო. ღმერთმა მისცა უფლებამოსილება, რომ მან შეამოწმოს შენი ცხოვრება. ჰალელუია. თუ არ ხარ უფლებამოსილი, მაშინ არ უნდა ჩაყო სხვის საქმეში ცხვირი. არ უნდა ჩაყო სხვის ეკლესიაში ცხვირი. გესმით? ამიტომ ძალიან ბევრი აძლევს საშუალებას. ჩვენთან ასე არ ყოფენ ცხვირს მორწმუნის ცხოვრებაში, არ ეუბნებიან ეს გააკეთე, ეს არ გააკეთე. წამო ჩვენთან. გესმით? და ცხვირი აფუჭებს ყველაფერს ვიფასებო. გებულობთ? გაუფრთხილდით ცხვირს. ხო არის მის ადგილზე მოკიდეთ ცხვირს ხელი. არასოდეს არავის არ უქო შენი ეკლესია. ერთადერთი ვინც უნდა აქო ეს შენი უფალია. ამენ. და ხალხი ეკლესიებით იქადის. ეს არის ძალიან სახიფათო. თქვენ ასეთები ხართ, თქვენ ისეთები ხართ, ჩვენ ვართ ასეთი. და გინდა არ გინდა მოიწამლები და იტყვი რომ კარგი მაშინ ხო არ წავიდე მართლა. ჰალელუია. პრობლემა არ არის, ხო? ამენ ძვირფასებო. იესომ თქვა თუ არ გინდა წადი და წინა კვირა იყო მგონი, ხო? თუ არ გინდა მოსმენაო არ უსმინო. უფალი ამბობს. გინდა მოსმენა? მაშინ ისმინე. ჰალელუია. და დაექვემდებარე, იმიტომ რომ უფალს უნდა შენი კურთხევა, რადგანაც ვერ გაიზრდება ჩვილი მშობლის გარეშე. ვიცით ეს? გაიზრდება? შემდეგ ვერ მიაღწევს წარმატებას პროფესიონალურ საქმიანობაში უფროსის ხელმძღვანელის, არ ვიცი, ბრიგადირია თუ დირექტორი. იმიტომ რომ ის გეხმარება წამოწევაში. მასწავლებლის გარეშე ვერ გახდები კარგი მცოდნე. რამოდენიმე მასწავლებელია ჩემი შვილების. კარგად სწავლობენ, იცით? ჯანიკომ სულ ოქროს მედალი დაამთავრა. ის მასწავლებელი რო არ და სახში რა თქმა უნდა, თავარი მასწავლებელია მათი დედიკო. მეც რაღაცებში ღებულობდი მონაწილეობას. საქმეთა მმართველი თუ დირექტორი თუ არ ვიცი ვინ ვიყავი სახში. მაგრამ მასწავლებლები იმის გამო რომ მასწავლებლებს ჰქონდათ მიცემული უფლება. ადრე საშინელი უფლებები ჰქონდათ მასწავლებლებს, ცემდნენ მოსწავლეებს კაცო. მერე წესრიგი რო დამყარდა და ვინც წესრიგი დაამყარა ქვეყანაში, ქვეყანაზე დაამსგავსა, ისინი ჩასვეს ყველა. არ შეიძლებოდა, იცით რა დონეზე ილახებოდა ბავშვის უფლება? ცემდნენ. ნიშნები იწერებოდა ესე, ვინც ჩაუჯიბავდა რაღაცას. საშინელებები ხდებოდა ძვირფასებო. და ღმერთმა დაგვიცვას, რომ იმ ყაიდას დაუბრუნდეთ. ამენ. მაგრამ მადლობა მასწავლებლებს, რომლებიც სწორად იქცევიან და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ეკლესიაშიც ვერ წამოიწევა პიროვნება, თუ ის არ არის დაქვემდებარებული იმაზე, ვისაც უფლება აქვს მიცემული მასზე, რომ მართოს მისი ქრისტიანული ცხოვრება ძვირფასებო. იცით, მე რომ ვარ დღეს აქ, უფლის დამსახურება, რა თქმა უნდა. მაგრამ იმ ლიდერების, რომლებიც მე სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დროს წვნიდნენ და მე ვაძლევდი საშუალებას, რომ მათ ეკონტროლან ჩემი ცხოვრება. შეიძლება არასწორად ჟღერს, მაგრამ მინდა მიაქციო ყურადღება. თუ არ მისცემ შენს ლიდერს უფლებას, რომ
პირდაპირი გაგებით და თუნდაც გადატანით გაკონტროლოს, მაშინ ეშმაკი გაგაკონტროლებს. გესმით რას ვამბობ? შეხარ თავისუფალი. აირჩიო უნდა, ვინმე არ დაგაძალებს, ვინმე არ გეტყვის რომ მოდი ახლა. შეიძლება არიან ესეთი ლიდერები, არ ვიცი. მე წინააღმდეგი ვარ ესეთი ლიდერის, ესეთი მწყემსის. მაგრამ თუ შენ არ აძლევ უფლებას, რომ აკონტროლონ შენი ცხოვრება, მაშინ ეშმაკი გააკონტროლებს შენ ცხოვრებას. გესმით? მესამე არ არსებობს. ყველა სფერო მიეცი უფალს. უთხარი შენს ლიდერს რომ მომეხმარე. მორჩილებაში აკონტროლე ჩემი ცხოვრება, სწავლებაში, კითხვაში, ფინანსებში, ურთიერთობებში, მიტევება სიყვარულში. გესმით ძვირფასებო? იმიტომ რომ ჩასაფრებულია ეშმაკი. აბსოლუტურად. არავითარ შემთხვევაში არ ჩაყოცხვირი თუ შენ არ ხარ უფლებამოსილი ამა თუ იმ საკითხში ეკლესიაში. ასევე ძვირფასებო, მე მინდა მნიშვნელოვანი მუხლი წაგიკითხოთ. 1 ტიმოთე 5:19. ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ თუ 2 ან 3 მოწმე არ იქნება. ის ვინც უფლებამოსილია. რატო წერია, იცით? ეს არ არის, შეიძლება ზოგ ხუცეს გონია, ნახე ჩემზე წერია და აბა ვინმე მკრინტი არ დაძრას. პირიქით, ეს ჩემი მაკონტროლებელი მუხლია. ამიტომ თუ არასწორად ვიქცევი, აუცილებლად იქ იქნება 2 ან 3 მოწმე. ეს მუხლი ჩემს სასარგებლოდ იმათ კი არ არის, ვიფასო, ჩემს საწინააღმდეგოდ არის. და მე მაიძულებს, რომ სწორად მოვიქცე. გებულობთ? ამენ. ჰალელუია. იმიტომ რომ თუ მოწმეა, უნდა მამხილო. ჰალელუია. უნდა მითხრა. მე უნდა მითხრა. ჰალელუია. ეკლესიაში უნდა თქვა. სხვაგან ურწმუნოებთან კი არ უნდა ელაპარაკო. სხვებს კი არ უნდა უთხრა. უნდა მითხრა მე. ამენ. იმიტომ რომ აქ წერია, ბრალდება თუ მიმიძღვის ბრალი, ღმერთს უნდა რომ შენი მეშვეობით გამომასწოროს. რკინა-რკინას ლესავს. ჩვენ უნდა ვლესოთ ერთმანეთი. ამენ მეგობრებო. ჩვენ რო წარვდგებით უფალთან, მე იქ ამ წყემსი კი არ ვიქნები. იქ ვიქნები ისეთივე რიგითი, როგორც შენ. მე მომთხოვს ღმერთი პასუხს წყემსობისთვის, მაგრამ მე ვიდგები როგორც ადამიანი, ჩვეულებრივი. ჰალელუია! თუ ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ამიტომ ფრთხილად იყავი. არა მხოლოდ წყემსზე, მორწმუნეზეც. გაქვს რაიმე სათქმელი? ნუ ლაპარაკობ ოჯახში და ურწმუნოებთან. ეკლესიაში ილაპარაკე. ამენ? აქ მოაგვარე ეგ საკითხი. აქ მოგვარდება, იმიტომ რომ უფალი მოაგვარებს ამას. თუ შენი ოჯახი არ გაქვს მოწესრიგებული, სხვას როგორ აკრიტიკებ მაშინ? სხვას რას ასწავლი? ყველაზე მთავარი სახურება რა არის, უფალი გვეუბნება? ოჯახი. ოჯახში თუ გაქვს წესრიგი, მეუღლე, შვილები, რწმენაში არიან, მაშინ შეგიძლია რომ ასწავლო სხვას. ამენ? ესე კი არა რომ სხვას თიც უშვერ და შენს აფარებ ხელს. და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან მიმართებაში ძვირფასებო. ჯონ ვიკლიფს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი. მოდით ნახოთ. თუ მორწმუნე ხარ, ნუ ეცდები სხვის ცხოვრებაში ჩარევას ღმერთის სახელით. გესმით? მე რაღაც მორწმუნე ვარ აქ და ამდენი ხანია ვარ, ესე იგი რაღაცას გეუბნები. ფრთხილად იყავი რას ლაპარაკობ. იმიტომ რომ თუ დავალებული არა გაქვს, ეს არის ცხვირის ჩაყოფა სხვის საქმეში. ძვირფასებო, ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩვენთან თუნდაც ეკლესიაში და მგონი ყველგან ხდება. ვიღაცას შეეცდება თავისი თავი წამოწიოს, რაღაც ინიციატივებით მოვა ეკლესიაში და ხალხს გონია რომ წყემსმა დაავალა და რამდენი რამე ყოფილა მე არ მithქვამს. და რაღაცას აი თითქოს რაღაც მოუწოდებდა ხალხს რაღაცისკენ.
ეს არის თვისება, რომელიც გააჩნია ხორცს და ფრთხილად იყავი. თუ დავალებული არ გაქვს, არ გააკეთო, იმიტომ რომ გამოჩნდება რა, როგორ არის. და ღმერთის სახელით შენ არ გაქვს უფლება, რომ სხვას ჭკუა ასწავლო. იმას მისი ლიდერი ყავს, მისი უფროსი ყავს. გესმის? და თუ შენ ხარ თქვათ მისი ლიდერი, ჯერ ერთ-ერთზე უნდა უთხრა და არა სახალხოდ. გებულობ? ამიტომ თუ ვინმე ამას გააკეთებს შენ ცხოვრებაში, შეგიძლია გააფრთხილო და უთხრა. ნუ ყოფ ჩემ ცხოვრებაში ცხვირს. ამენ? თუ კიდე გააგრძელებს, შეგიძლია ესე უთხრა. შენს ოჯახს მიხედე. ამენ? მაგრამ მუშტიკრივზე არ გადახვიდეთ. უფლის სახელით. ჩემთან მოდით. ჰალელუია. და მე გაგლახავთ. არა, არ გაგლახავთ. ნუ რა ვიცი, გააჩნია რას გააკეთებთ. კარგი ძვირფასებო, გავაგრძელოთ. ღებულობთ რამეს დღეს? ცხვირი ადგილზეა? ჰალელუია. დღეს შენი ცხვირი გასუფთავდება. ამენ? ცხვრის საქმეში ცხვირის ჩაყოფისგან წაბილწული და აღარასოდეს აღარ გაიმეორებს. მოდით ნახოთ ერთი იუმორისტული ილუსტრაცია. ოღონდ საშუალება იმიტომ ძალიან ბევრს რა უნდა იცით? აი ტრიბუნა. ადრე ხუმრობდით, ხო? ტრიბუნა უნდა გავატანოთო ადამიანს, რომელიც ვერ ითმენს და მისით უნდა წამოწევა თავისი თავით, ინიციატივებს აკეთებს. აწყობს. ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. გესმით? ელანდება ტრიბუნა და მიკროფონი. ისწავლეს ხვის საქმეში არ ჩაყო ცხვირი, დამდაბლებაში ყოფნა ისწავლე. და ღმერთს მისი დრო აქვს. აქ ეკლესიაში, სწორ ეკლესიაში ადამიანი არ წყვეტს არაფერს, ღმერთი წყვეტს. ამენ. ჩემთან ხართ? ჰალელუია. არ ჩაყო ცხვირი. როგორც ცხვირს ოჯახში, ასევე იმაში თუ მისი შვილები როგორ იქცევიან. რას ამბობენ, რას იცვამენ, მორჩილი არიან თუ არა. ნუ გაინტერესებს, რაც შენ არ გეხება და არ დაუვალებია ჩემთვის. ალო, არის შენი საქმე სხვისი ცხოვრება? არ არის შენი საქმე სხვისი ცხოვრება. შენი საქმეა შენი ცხოვრება. მისი ცხოვრება მისი საქმეა. ამენ? ამენ ძვირფასებო. ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა და არა შენი. ჰალელუია. არ მიაქციო ყურადღება თუ ვინმე თქვა დაიწყებს ამ ლანძღვას შენსას. არც იმას თუ ვინმე გააქებს ძალიან. იმიტომ რომ ადამიანს მოსწონს რომ აქებენ და არ მოსწონს რომ ნუ აქილიკებენ. მოდით ნახოთ ერთი მოსაზრება ძვირფასებო შემდეგი. ერიდი ადამიანს, რომელიც ხვევს ლანძღავს და შენ გაქებს. იმიტომ რომ გადაბრუნდება ეს ფირფიტა, ეს პლასტინკა. ხვალე დაიწყებს შენს ლანძღვას და ვიღაცის ქებას, ვინც აწყობს იმის. ერიდე ესეთ ადამიანებს. ამენ? იმიტომ რომ ვისაქებენ, ვისგანაც შეიძლება რაღაცას ელოდებია. ვის ლანძღავენ, ვინც გაუცრუა იმედი. ამენ? და რა თქმა უნდა შენც არ უნდა იყო ესეთი. თუ გითამაშიათ ჩრდილის ქვეშ ძვირფასებო. ცოტათი რომ იცი შემოტრიალდე, ცხვირი გრძელდება და უფრო ჩრდილში გრძელი ჩანს ცხვირი. დაკვირვები ხართ? და ნუ დღე ხარ ჩვეულებრივად და უცად ბავშვი იცინის გადახარხარდა კაცო. რატო? თურმე დაინახა შენი ჩრდილი, გაგრძელებული ცხვირი. ჰალელუია. ამენ. ზოგი ისე მიყურებს, ვითო ცხვირი არ ქონდეს. ხო გაქვს ცხვირი კაცო. ჰალელუია. უბრალოდ ეტაპობრივად და პარალელურად ილოცე ცხვრის საქმეში შენი ცხვირის ჩაყოფა და
უკვე ამოყოფილი გაქვს და მომყვები? ანუ ცხვირი დაგიჭერს. ზოგიერთ ცხოველს ცხვირით იჭერენ ძვირფასებო. გესმენთ? იობი იცით რას ამბობს? ბეჰემოთზე. ზოგ თარგმანში ლევიათანი წერია მგონი. ამოდებო ცხვირში. დაიჭერო ცხვირით მას. ბაწრით. დაიჭერ? გესმენთ? ამიტომ იცოდე, შეიძლება შენი თავიდან გამომდინარე გონია ესე, მაგრამ სხვას ვერ დაიჭერ ცხვირით. ამიტომ შენი საქმე არ არის ცხვირი ვინმეს თუ აქვს შენ ცხოვრებაში ჩაყოფილი დაიჭირო. უბრალოდ აღარ ჩააყოფინო. ამენ? იქედან უკვე ძნელია, რთულია. ჰალელუია. ყოველ ფარაში არის ერთი ცხვარი მაინც. ცხვარიც არის ესეთი, რომელიც ეცდება რომ რაღაც ხრელები ნახოს, ცოტა გაზარდოს, რომ გაძვრეს და აუცილებლად ვიღაცებს აიყოლებს, რომ ისიც გააძრუბოს. ესმეთ? არა მხოლოდ თხა არის ესეთი. ესეთი ცხვარიც აღმოჩნდება. ესეთი ადამიანიც აღმოჩნდება მორწმუნეც ეკლესიაში, რომელიც შეეცდება რომ, თითქოს და ამ უფლებამოსილ შემოწმებას, კონტროლს აღარ მისცეს საშუალება და ნახოს თავისუფლება რა. სხვა ეკლესიაში წავიდეთ. ეს იყო, არის და იქნება. ეს იესოს ეკლესიაში იყო ძვირფასებო და არ იქნება მხოლოდ იქ. იმ ეკლესიაში უკვე, რომელიც მომზადდება აქ და რომელსაც იესო აიტაცებს. იესო ეკლესიას წაიყვანს და ვერავინ ვერ მოხვდება ძვირფასებო იმ ეკლესიაში, ვინც მით უმეტეს ცხვირს ყოფს სხვის საქმეში და არ აყოფინებს დელეგირებულ უფლებამოსილს და ზედამხედველს თავის ცხოვრებაში ცხვირს. ამენ. ხშირად მოისმინეთ ქადაგება, შარშან იყო თუ როდის არ მახსოვს, ანგარიშვალდებულებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დახმარება ღმერთის. ამენ, რომ შენ გახდე და ანუ ის გიცავს ამით, რომ სხვა მაგარ ჩაყოს შენ ცხოვრებაში. ხელთორე რა შეაინტერესებს თქვა უფალს, შენ თქვა რა ფერის კაშნი გიკეთია და ისა რა ქვია, ნასკი და ცვირსახოცი გაქვს. გესმით? თილად იყავით. კარგით. მე ამბოხებში არ გაერიო უფალი გვეუბნება ძვირფასებო, ასეთებთან უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა. იმით რომ ღმერთს არ დაუვალებია შენთვის რომ ჩაყოს ხვის საქმეში ხელი. თუ მან მოგცა ოჯახი, შენ რა თქმა უნდა სწორი გაგებით უნდა ჩაყო ცხვირი და აღზარდო ღმერთის ტრადიციით და არა შენი ტრადიციით. ამენ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, თუ ხელმძღვანელი ხარ სადმე სამუშაოზე, ბრიგადირი, დირექტორი, გაქვს უფლება. ამენ. თუ მასწავლებელი ხარ, გაქვს უფლება სკოლაში ბავშვი გააკონტროლო. ამენ. თუ ლიდერი ხარ ეკლესიაში, გაქვს უფლება, მაგრამ თუ არ აქვს უფალს მოცემული შენზე, გამოდის ხვის საქმეში ყოფ ცხვირს, რაც არ არის სწორი. ჰალელუია. ჩარევა, ცხვირის ჩაყოფა იწვევს ძვირფასებო, ნახეთ, რა შეიძლება მაგ გამოიწვიოს. შური, კრიტიკა, ჯიბრი, პაექრობა, რელიგიური პაექრობა, მორწმუნეთა და ეკლესიებს შორის არის ეკლესიებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ როგორც იესოს უთხრეს, ეს გასაკვირი არ არის. დააჯენ იქა ჩემს შვილსო, შენს გვერდითო და თან როგორ იცით? ერთი გვერდით ერთი შვილი და მეორე, ანუ ორივე ადგილი ისაქნა რა დაიკავა. ეს ყველაფერი ძვირფასებო წარმოშობს განკითხვას, მერე იწყება განკითხვა. და განიკითხავენ ერთმანეთს, რომ ჩვენს ეკლესიაში ესეთი წესია, იმ ეკლესიაში ესე არ არის. და პავლე მოციქული გვასწავლის, რომ შევეშვათ ამ განკითხვებს ჭამაზე, ჩაცმაზე, სმაზე, ურთიერთობებზე საუბარი, რომელთა 14-ის მეორე მესამე მუხლი. ზოგს ჯერა რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.
არ არის ეს ჩვენი საქმე ვინ რას ჭამს. ამენ? და არც არ ვერევიო მე და შეც ნუ ვერევიო და თათოთასი არ ვეუბნება. ამენ? ჰალელუია. ნახე? ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს, ვინც არ ჭამს, ნუ განეკითხავს იმას, ვინც ჭამს, რა თქმა ღმერთმა მიიღო იგი. ზოგი ისე მარხულობს, ზოგი ასე მარხულობს ვიფასებო. აი, ნუ მართლა, ნუ როგორ იმას მივიდა ზღვრამდე მართლმადიდებლების მარხვაც. ადრე მუსლიმების მარხვა იყო ცოტათი გასაკვირი, ხო? მთელი დღე არ ჭამდნენ და შუაღამეში ჭამდნენ სერიოზულად. ეხლა ყველაფერი სამარხო აქვს უკვე მართლმადიდებლებს და იცი ისეთ ზოგჯერ ერევათ ხოლმე, მე ოღონდ გაიყიდოს ყველაფერზე აწერია სამარხო. და ყველაფერია. და ფაქტიურად ბიბლიაში მარხვა ნიშნავს უჭმელობას და არა ჭამას. მაგრამ ეს მათი საქმეა. ესმით? ეს არ არის ჩვენი საქმე. ჰალელუია. და ასევე ძვირფასებო, დღესასწაულები. ზოგი შობას არ აღნიშნავს. იცით? იმიტომ რომ ამბობენ რომ ეს არის წარმართული დღესასწაული, მათ დაიწყესო. პირველად და სადღაც ისტორიულად შეიძლება სწორია. ესმით? ზოგი არ ღებავს კვერცხს, არ აცხობს ამ დღესასწაულზე. მეც არ ვაკეთებ რაღაცებს. ესმით? და იცი რა, უნდა ჩაყონ ჩემ ცხოვრებაში ცხვირი? თუ უნდა გააკეთოს, ყველა პასუხს აგებს ღმერთის წინაშე ამის გამო. ამენ? დიო და კარგული ილოცო უნდა იმარხო უნდა და მისცე საშუალება ამ ყველაფრის. დიდება უფალს. ძალიან ბევრ ცხვირი ხელს უშლის, რომ წაიწიოს ზემოთ, ავიდეს, ამაღლდეს და დაწინაურდეს. მოდით ნახოთ ეს ჩვენი საყვარელი ილუსტრაციაა ძვირფასებო. რატომ არ წამოგწიეს? სხვის საქმეში ყოფ ალბათ ცხვირს. უშლის ხელს ცხვირი. ნუ პირის რა თქმა უნდა ენაც. იმაშიც გამოიყენება ეს, რომ ამაღლდეს მაღლა, წავიდეს წინ, წაიწიოს წინ. ჰალელუია. ღმერთმა ბრძანა ძვირფასებო დასაწყისშივე, როდესაც შეაერთა ქმარი და ცოლი, ანუ მამაკაცი და დედაკაცი. მიატოვებს, თქვი მიატოვებს. ამენ? რას ნიშნავს მიატოვებს? რატომ უნდა მიატოვოს? მშობელი ერთმაც და მეორემაც. იმიტომ რომ დედამთილი არ ჩაერიოს. ცხვირი არ ჩაყოს. ამენ? გაგიხარდათ? ჩემი დედამთილი ყოფდა, ახლა შეიძლება ზოგი ფიქრობს. ჩემ ცხოვრებაში და მეც რომ დავაქორწილებ ბიჭს, ჩემი რძლის ცხოვრებაში ჩავყობ ცხვირს. არ გაიმეორო. მაგრამ იქ მარტო დედამთილს არ ეხება. სიდედრით რო არ ჩაერიოს და ცხვირი არ ჩაყოს. ამენ. და სიძეებმა თქვეს? ერთი სიძეა ახლა? სიძეები. ღმერთმა თქვა, მოშორდეს და მიეწებოს, იმიტომ რომ იყოს ერთი ძვირფასებო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი უნდა მიატოვო. გებულობთ? ძალიან ბევრი გათხოვილი აწოდებს დედიკოს თავს. და უნდა რომ დედამ ხელი გადაუხო, შვილო, გაფერ დაგტანჯეს. ჯერ იტანჯება, რატომ არაა გათხოვილი? რას თხოვდები მაშინ? წაი და დაბრუნდი. მიატოვე ოჯახი. შვილი სახლში თუ მიჩვეულია დალაგებას, დახვეტას, წესრიგს, ის მერე არ დაიწუწუნებს და არ ეთქვის დამღალესო. გააფუჭე შვილი და მერე მთელი ცხოვრება სანამ ცოცხალი ხარ შენ. მერე რომ უკვდებათ დედა, მერე ვის უნდა შეაცოდონ თავი? არ გადაუსვა. და საერთოდ რას ნიშნავს, იცი? ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ესე რადიკალურად ვერ ვიქნებით როგორც დასავლეთში. იმიტომ რომ იქ დაპატეჟების გარეშე არ მიდიან. გათხოვდი ბიძია, რაღა გინდა სახში?
მოშორდი. ჰალელუია. ამაზე მე სხვა დროს ვილაპარაკებ უფრო ცლად. ამიტომ ტვირთია ძვირფასებო, უღელია ეს. და უღელი თავისუფლება არ არის. აბა ამეწია დაოჯახებულებმა ხელი. უღელი ნიშნავს დაბმულ მდგომარეობაში ყოფნას და ტვირთის ზიდვას. უღელი არ არის თავისუფლება, მოიხსენე მაშინ უღელი და ინავარდე. ჰალელუია. ვის ესმის ჩემი ლაპარაკი დღეს? ამენ. წინასწარ მოემზადე ამისთვის. ამიტომ რომ ყველაზე მაგარი უღელი იესოს უღელია. ჰალელუია. რატო არის ისეთი წუწუნი? იესოს უღელი არ ადევთ. და ასეთებს მე დავიბარებ პირადად. თუ არის რაიმე პრობლემა. ქება უფალს. ქება უფალს. ჰალელუია. ბავშვები მიაჩვიეს შრომას. შესაბამისად. პატარ-პატარა დავალებები მიეცი. რომ შეძლოს მისი სათამაშოების დალაგებით დაწყება. საწოლი გაასწოროს. ამენ. თუ ამას არ მიაჩვევ, ხო? აი მე-10 კლასში იქნება და კიდე გაიქცევა საწოლი გასასწორებელი იქნება. მიმოყრილი იქნება ყველაფერი. მიაჩვი, ასწავლე. ამენ. თუ არ დაგიჯერა ამისთვის დასაჯე. ჰალელუია. თან წაახალისე, რაღაცა მიეცი. თუ გააკეთა, უთხარი რომ აი ხელფასი უნდა მოგცე. და ასწავლე მე-10 რო დადოს იქიდან. მიეცი ლარი, უთხარი აქედან გამოყე 10 თეთრი, ასწავლე ბავშვს. მიეცი დამატებით ლარი და უთხარი, აგი მოდი მოვაგროვოთ რომ ვიღაც გაჭირვებულს მივცეთ. ამენ. ასწავლე ბავშვს, იცოდეს რომ მას შეუძლია ვიღაცა აკურთხოს და მე არ გაუჭირდება ცხოვრება, როდესაც გაიზრდება. ქება უფალს. იცით, ზოგჯერ არის ხოლმე ძვირფასებო, რომ იმდენი ინფორმაცია აქვს ხალხს შენზე, რომ ჰაუზი ამბობს რა, ეს ექიმი ჰაუსი რო არის, რომ ჩემზე იმდენი რაღაცა იცის, ხალხმა ხანდახან მინდა ვკითხო, რომ რაფერა დღეს ჩემი საქმე, რაფერი იქნება. ხოდი ვნახოთ ეს. ამენ. იმდენი გათვითცნობიერებული ხალხიაო ჩემს ცხოვრებაში, რომ ხანდახან მინდა ვკითხო, მივიდეო, რომ რაფერ მაქვს საქმე. ამენ. იცი რაფერ მაქვს საქმე? ალო, ამ რიგს შევეკითხები. აბა, დღეს რაფერა ჩემი საქმე? აქეთა რიგი ყოფ ცხვირს ჩემს საქმეში, რაფერ მაქვს საქმე? გადავრჩები? აქეთ? ჰალელუია. დიდება უფალს. ამიტომ ვინმე რო ცხვირის ჩაყოფას დაიწყებს შენ ცხოვრებაში, ესე უთხარი, რაფერ მაქვს საქმე დღეს? ქება უფალს. ამენ. მიუძღვენ იმას დიდება. განადიდე ის შენი ტაში. ძვირფასებო ცხოველი ცხვირს იყენებს, ვიდრე რაღაცას მიუახლოვდება, ან საკვებს, ან ნებისმიერ სიახლეს ის ცხვირი წინჯავს ყველაფერს და ხშირად არის ცუდად თავდება ეს ცხვირს რო ყოფს. მოდით ნახოთ. ერთი ხვლიკი შეძვრა ამ ქილაში ძვირფასებო. რაღაც არ ვიცი, პეპსიკოლას. და დამთავრდა მისი ყველაფერი. ამიტომ სახიფათოა ცხვირი არ შაყობს ცხვრის ცხოვრებაში. ამენ. დიდება უფალს. ცხვირი შეიძლება გავდეს, იმიტომ ცხვირი არის მატარებელი წინაპრის კოდის. აქვს ვინმეს ისეთი ცხვირი, როგორც დედამის კონდა, მამამის, ბებიას, ბაბუას. ცხვირში გავს, ვინმეზე შეიძლება ვთქვათ? ჰალელუია. თვალი ფერით შეიძლება იყოს, მაგრამ ცხვირი ფორმით, აგებულებით, მოცემულობით. ესეთი ტერმინია ერთგვარი. რა შენი საქმეა? გითხოვს ვინმესთვის? ვინ კითხავს შენ? ყოფილა? ვინ გეკითხება? პეტრე უსვამდა ხშირად ესეთ კითხვებს, იესოს და
იესომ ასე უპასუხა ძვირფასს, რომ ვინ კითხავს შენ პეტრე? მოდით ნახოთ ეს ადგილი. დაინახა პეტრემ და ჰკითხა უფალო ამას რაღა მოუვა და იესომ უთხრა, თუ მსურს რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? მაგრამ შენ სხვის საქმეში ჭვირის ჩაყოფას ჯობს მე გამომყვე. ამენ. ჰალელუია. რა გადაუთარგმნო მითხარი. გესმით, შენ ვინ კითხავს კაცო? ამას რა მივეცი? ამენ. რა შენი საქმეა? იმას რა დავალება აქვს ეკლესიაში? იმას რა შენ რატომ არა? ვინ კითხავს შენ? შენ მე გამომყევი. რა მაგრად უთხრა უფალმა, რა ძვირფასებო? საოცრად და ძალიან მაგრად. ერთი ადგილია საინტერესო ძალიან ძვირფასებო, რომ როგორც ღორის დინგზე წამოწმული ოქროს რგოლი, ისია ლამაზი ქალი და უგუნური. ესმეთ, ქალი ძირითადად განსახიერებაა ეკლესიაში მორწმუნის, ეკლესიის, ბიბლიაში უпроსტად. ამიტომ რა აზრი აქვს ინტერიერს, ლამას, თუ სულიწმინდა არ არის მართველი ეკლესიაში. სილამაზეს რა აზრი აქვს? კომფორტს. უკეთესია რომ გქონდეს ძალიან კარგი შენობა. მაგრამ სულიწმინდა უნდა მართავდეს ეკლესიას. ამენ ძვირფასებო, ეს იგივეა ღორი რო შეამკო ბიჟუტერიით. კარგით, მოდით ნელ-ნელა წავიდეთ. ფაქტიურად უკვე დავამთავროთ ძვირფასებო. თუ და მე ვფიქრობ, რომ გამხილა დღეს სულიწმინდა, მინდა რომ არასწორი ცხვირი მოიჭრა. ალო, მოდით ნახოთ ეს ბოლო ილუსტრაცია. ახლა არ მიამსგავსო, ეს ის არის, ეს ის არის. შენი თავი დაინახე. ამენ. რა ფერხარ? გაქვს მოსაჭრელი ცხვირი? ჰალელუია. შეამოწმე ვის კონტროლ ქვეშ ხარ? მოიშორე ეს არასწორი ინტერესები, აკვიატებული ზოგჯერ შეიძლება. და ამის მერე უფალი დაიწყებს შენს გამოყენებას. და ყველამ თქვა ამინ ჩვენს უფალს ვიფასებო.